მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ საინტერესო ადამიანები. პოდკასტის დღევანდელ ეპიზოდში ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძესთან ინტერვიუს გაგაცნობთ. ეს ინტერვიუ ზუსტად 7 წლის წინ ჩავწერე 2019 წლის ივლისში. მაშინ სტუმრად ისეთი ადამიანის მოწვევა მინდოდა, რომელიც გაანალიზებდა ბოლო 10 წლეულების მთლიან სურათს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სად ვართ, რა ეტაპზე ვართ, რა შევძელით და სად შევფერხდით და რატომ. აი ამისთვის მოვიწვიე მაშინ ბატონი გაგა სტუმრად და სწორედ ამ თემებზე ვილაპარაკეთ. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო საინტერესო არის ეს ინტერვიუ, იმიტომ რომ ისიც შეგვიძლია განსაზღვროთ 2019 წლიდან გასული 7 წლის განმავლობაში რა შევინარჩუნეთ იმ მიღწევებიდან, რასაც ბატონი გაგა ლაპარაკობს და რა დავკარგეთ. სანამ თხრობას გავაგრძელებ, ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ციტატის არხი და შემომერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. უკვე მრავალი წელია გაგა ნიჟარაძე ქართულ საზოგადოებას იკვლევს სწორედ იმ კუთხით, თუ რამდენად ვპასუხობთ თანამედროვე გამოწვევებს. ჩემი მთავარი კითხვა იყო, რატომ გაგვიჭიანურდა და რატომ გაგვიძნელდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფეხზე დაყენება. ინტერვიუში ძალიან მკაფიოდ არის ახსნილი, როგორ გამოირჩეოდა საბჭოთა საქართველო სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან და როგორ და რატომ მოხდა ეს. ლაპარაკი არის 1960-80 წლებზე. სწორედ აი ამ გამორჩეულობამ გაგვიჩინა ჩვენ განცდა, რომ თუ კი შევძლებდით და დამოუკიდებლები გავხდებოდით, ძალიან ადვილად ბევრი წვალების და ტანჯვის გარეშე შევძლებდით, რომ ეს ჩვენი პატარა ქვეყანა აგვეყვავებინა. ბატონი გაგაყვება, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ მთელ საბჭოთა კავშირში ძალაუფლების კენწეროზე უშიშროების ორგანოები შეცვალა პარტიულმა ნომენკლატურამ და ეს იმას ნიშნავდა, რომ ხალხმა ოდნავ ამოისუნთქა, იმიტომ რომ მძიმე რეპრესიები დამთავრდა. განსაკუთრებული მდგომარეობა შეიქმნა საქართველოში 1956 წელს დემონსტრანტების დახვრეტის შემდეგ. ჯერ ერთიოდა ქართულმა ხალხმა გაიგო, რომ ამ ქვეყანასთან საბჭოთა კავშირთან ხუმრობა არ შეიძლება, მაგრამ თავისი პატარა ბედნიერების შენების საშუალება ყველას ჰქონდაო. და ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ზემოდანაც მიიჩნიეს, რომ ისეთი უბედურება დაატრიალეს საქართველოში, რომ შეიძლებოდა ამ ხალხისთვის ცოტა უფრო მეტის უფლება მიეცათ, ვიდრე დანარჩენებისთვის. საქართველოში ამის გამო ნელ-ნელა ყვავდა ჩრდილოვანი ეკონომიკა, ქვეყანა ერთგვარ ოაზისად გადაიქცა, რაღაცნაირად ნახევარად დისიდენტურ კუნძულად, იმიტომ რომ აქ რო ფილმები გამოდიოდა, აქ რო წიგნები გამოიცემოდა, ისეთი სხვაგან არ ხდებოდა. აი ჩამოდიოდნენ სხვა რესპუბლიკებიდან და ყადაღებული უყურებდნენ, რომ მიუხედავად აკრძალვებისა, საქართველოში იყო ღვინო ბევრი და თანაც იაფი, ხალხი იღიმოდა, ხალხი ღიად ლანძღავდა ხელისუფლებას, ან ხუმრობდა მასზე. მოკლედ საქართველო კარგი ცხოვრების ნაკრძალად გადაიქცა. როგორც გაგა ნიჟარაძე ამბობს, საქართველომ გამოიმუშავა ერთგვარი ადაპტაციური მოდელი გვიან საბჭოთა პერიოდისთვის. ამ მოდელის შინაარსის იყო, რომ ძალიან ბევრი შრომა არ გჭირდებოდა იმისთვის, რომ შემოსავალი მიგეღო, შეიძლებოდა ეს შემოსავალი მაინდა-მაინც ბევრი არ ყოფილიყო, მაგრამ ცხოვრებისთვის საკმარისი იყო. ხო და ამიტომ ყველაზე უფრო არხეინი წლებიო საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში სწორედ მე-20 საუკუნის 60-იან, 80-იანი წლები იყო, ბატონი გაგა აი ასე ამბობს, მაგრამ ეს ადაპტაციის მოდელი, რომელიც მაშინ ძალიანაც კარგად გამოსადეგი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, შემდეგ როდესაც ქვეყანა გათავისუფლდა, ეს მოდელი აღმოჩნდა სრულიად ვარგისი, ასე ვთქვათ, ვერაფერში ვერავის ვეღარ დაეხმარა და დაიწყო შედეგად დიდი გაუგებრობის, დიდი საშინელების, ომების, დეგრადაციის მრავალწლიანი ხანა. გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ რუსეთიო გულწრფელად ფიქრობდა, რომ საქართველო მისი ერთგული ქვეშევრდომი იყო, მაგრამ მე აღმოაჩინა, რომ თურმე ჩვენ სულ დამოუკიდებლობა გვინდოდაო და ეს ძალიან ეწყინაო და საერთოდ რუსეთს ახასიათებს ეს
არარაციონალური და ემოციური გადაწყვეტილებები, ვიცით ახლა განსაკუთრებით კარგად ამის შესახებ, ხო და ასე თქვესო, რომ არ გინდოდათ კარგი ცხოვრება, აბატონო და ეს აბატონო ჩვენთვის იმას ნიშნავდა, რომ ტერიტორიის 20% დაკარგული გვაქვს. რა თქმა უნდა, ძველი ამბების გახსენება ინტერვიუში იმისთვის დაგჭირდა, რომ გაგვერკვია, რამდენად დავშორდით იმ ძველ პერიოდს და რა მიმართულებით მოძრაობთ, როგორც საზოგადოება, რა შევცვალეთ, რისი შეცვლა არ გამოგვივიდა. გაგა ნიჟარაძემ შეგვახსენა, რომ ცვლილება, როგორც დადებითი ღირებულება, ევროპის შემოტანილი არის და ჩვენ კიო მაინც უფრო ძველისკენ გვეჭირა თვალიო, აი ძველი თბილისი, მამა პაპური, ძველი ვაკე და აი აქეთკენ მივილტოდითო და ციტატა იმის თქვა მინდა, რომ წარსული მაინც თავისკენ გვექაჩება, თუმცა ისტორიის მასშტაბით ჩვენთან სწრაფი ცვლილებებია, ჩემი აზრით დადებითი მიმართულებით. როდესაც ვკითხე, რას გულისხმობდა ამ დადებით მიმართულებაში, მითხრა, რომ ზოგადი ტენდენციების შესაბამისად ვითარდებით ჩვენცო. რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით მინდოდა, რომ ბატონ გაგას ეთქვა, აი ანაბიჯები გადავდგით და საით. და იქ ბევრი ვისაუბრეთ ამის შესახებ, მაგრამ დღევანდელი გადაცემისთვის ორ მიმართულებას შევეხები, რომლებიც მგონია, რომ კარგად ასახავს საზოგადოების განვითარების ვექტორს. პირველ რიგში მაინტერესებდა, რამდენად შევძელით, რომ კოლექტივისტური კულტურა გარდაგვექმნა ინდივიდუალისტურ კულტურად და ეხავე ახსნი რას გულისხმობ და მეორე მაინტერესებდა, რამდენად შევძელით, რომ ღარიბის ფსიქოლოგია გარდაგვექმნა მდიდრის ფსიქოლოგიად. დავიწყოთ ინდივიდუალისტური კულტურით. ეს ისეთი კულტურა არის, სადაც საზოგადოების ცენტრში არის ადამიანი, მისი უფლებები და არა ვთქვათ სახელმწიფო, არა საზოგადოება და რაღაც დიდი ჯგუფები, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანი. ინდივიდუალისტური კულტურის სამშობლო არის ინგლისურენოვანი სამყარო, ჩრდილოეთ ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, ავსტრალია და ასე შემდეგ. ამ კულტურაში მთავარი სოციალური ერთეული არის ოჯახი, მაგრამ ამას ეძახიან ნუკლეარულ ოჯახს, ანუ ადამიანი თავისი მეუღლით და შვილებით. რაც შეეხება დანარჩენს დედა, მამა, დები, ძმები, ვთქვათ ნათესავები, ესენი არ არიან ოჯახის წევრები, ესენი ცალ-ცალკე თავის ოჯახებს ქმნიან. ბატონ გაგა ამბობს, რომ ამის გამო მათ ნაკლებად არ უყვართ ერთმანეთი, ვიდრე ჩვენ გვიყვარსო, თუმცა ურთიერთობა სხვანაირი აქვთ უფრო, ვიდრე ჩვენო და მაგალითად იქ ჩვეულებრივი ამბავია, რომ შეიძლება დედამ ასეცხოვს შვილს ფული, რაც საქართველოში არის გამორიცხული, მაგრამ ამ სისტემის უპირატესობა სწორედ ის არის, რაც რითიც დავიწყეთ, რომ სისტემა ორიენტირებულია კერძოდ ადამიანზე და მის უფლებებზე და იქ ადამიანი ბევრად უფრო დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე სხვა ტიპის საზოგადოებაში. საქართველო მიეკუთვნება სწორედ ამ სხვა ტიპის საზოგადოებას, ეს არის კოლექტივისტური კულტურის საზოგადოება, თუმცა თვითონ ეს კოლექტივისტური კულტურაც ორ ნაწილად იყოფა, არის დიდი ჯგუფის კულტურა და არის პატარა ჯგუფების კულტურა. ეხლა დიდი ჯგუფის კულტურას მიეკუთვნება რუსეთი და ჩინეთი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს თავისთავად წარმოუდგენია რაღაცა დიდი ერთობის ნაწილად და ამიტომ ბუნებრივია, რომ შეიძლება ავტობუსში ერთმა ადამიანმა მეორეს კითხოს, ბილეთი რატომ არ აიღე? ან შენ შულს ასეთ ბილეთ რატო აცვია, ან ასე გრილად რატო აცვია? საქართველოს ტიპის ქვეყნებში ეს წარმოუდგენელია და უცხო ადამიანი ესეთ შენიშვნას ვერავის ვერ მიცემს. იცის, რომ პასუხად მიიღებს დაახლოებით ასეთ შენიშვნას, უკუ შენიშვნას, რომ წადე შენ შულს მიხედე, ჩემ შულს თავი დაანებეო. ეხლა გავაგრძელებ ციტატით. რაც შეეხება ჩვენი ტიპის კულტურებს, ეს არის ის მცირე ჯგუფი, ის 300-500 ადამიანი, რომელიც ჩემს პანაშვიდზე მოვა. ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, ნაცნობები. ამ ჯგუფს თავისი ნორმები და წესები აქვს. მას დავარქვით ლათინური სახელი ნოსტრია, ანუ ჩვენები, ჩვენებურები. აი ამ ნოსტრიას, ანუ ჩვენებურების ჯგუფს, ჩვენიანების ჯგუფს ყავს თავისი გამორჩეული ექიმი, თავის პოლიციელი, თავის დიდი კაცი, რომელსაც უნდა მიაკითხო თუ რამე გაგიჭირდა და პრივილეგირებული არის ამ ჯგუფის ყველა წევრი ერთმანეთისთვის, თუნდაც ახლა ახლობელი არ იყოს. უნდა დაიცვა შენი ჯგუფის წევრი
თუნდაც ის უცებ აღმოჩნდეს დამნაშავე და დაპირისპირებული კანონთან. აი ეს არის ძალიან ნაცნობი სურათი ჩვენთვის, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღეს თლად ესეთი მდგომარეობა აღარ გვაქვს, თლად ასეთ გარემოში აღარ ვცხოვრობთ და სწორედ ამას ვეკითხებოდი ბატონ გაგას, რომ აი ამ კოლექტივისტურ, მცირე კოლექტივისტურ კულტურას რითი დავშორდით, აი რა იყო ის თავარი ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით ამ კულტურასთან გასამიჯნად. და მან თქვა, რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეხებოდა ბიზნესს, იმიტომ რომ როგორც კი საქართველო გათავისუფლდა, ბევრმა ოჯახმა და სამეგობრომ გადაწყვიტა, რომ საერთო ბიზნესი ეკეთებინა და ფიქრობდნენ, რომ ძმაკაცები ვართ და რაღაცას როგორ არ ვიზამთ. და აღმოჩნდა, რომ არაფერი აქედან არ გამოვიდა, საბაზრო კანონებმა დაამარცხა სამეგობრო ბიზნესი და აღმოჩნდა, რომ ბიზნესში არის საჭირო პროფესიონალიზმი და არა მეგობრობა და თქვათ ოჯახის წევრობა. და ბატონი გაგა ამბობდა, რომ აი ეს რომ სამეგობრო ბიზნესი დამარცხდა საბაზრო ეკონომიკასთან იყო ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ დაუნებურად ჩვენი გამოცდილებით გადავდგით ინდივიდუალისტური კულტურისკენ. შემდეგი ცვლილება ეხება ოჯახში თაობების ურთიერთობას. თაობებს შორის ურთიერთობის ეს კონტაქტი, კავშირები შესუსტდა. ჯერ ერთი აღარ არის მრავალ თაობიანი ოჯახი, რომელიც ერთად ცხოვრობს, იშვიათია ალბათ ძალიან, მე აღარც გამიგია ბოლო პერიოდში და მშობლებსა და შვილებს შორისაც კავშირი შესუსტებულია, ისე აღარ არის, რაც მამას უნდა შვილმა რომ ის აკეთოს, დაუშვათ მინდა რომ ექიმი გახდე და სამედიცინოზე ჩაბაროს, ან მინდა რომ ეს გოგო მოიყვანოს ცოლად და გაიქცეს და ის გოგო მოიყვანოს ცოლად, არა, ასეთი რამ თითქმის აღარ ხდება. ასევე დიდი ცვლილება იყო, რომ ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა და გაძლიერდა სამოქალაქო საზოგადოება, რამაც მთლიანად შეუცვალა საზოგადოებას შინაარსი. ასევე ცვლილება იყო სექსუალური თავისუფლების მიმართულებით, აი სექსუალური თავისუფლების ხარისხმა მოიმატა. მაგალითად ცვლილება იყო ისიც, რომ მძღოლი ქალების რაოდენობა თითქმის გაუტოლდა მამაკაცების რაოდენობას. გარდა ამისა, ვთქვათ, ისეთი ყოფითი დეტალი, როგორც არის, რომ იყო ადგილები, მაგალითად სახინკლე რაღაც მსგავსი, სადაც ქალი მარტო ვერ შევიდოდა და ახლა თითქმის ესეთი ადგილი აღარ არსებობს და ამ ტიპის ტაბუები მოხსნილია უკვე ჩვენს საზოგადოებაში და ყველა ეს ნაბიჯი არის კოლექტივისტური კულტურიდან ინდივიდუალისტური კულტურისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩვენი ინტერვიუს ის მონაკვეთი, სადაც ღარიბის და მდიდრის ფსიქოლოგიაზე ვილაპარაკეთ. რას ნიშნავს ან ერთი და ან მეორე. გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ მდიდარი, რომელსაც მდიდრის ფსიქოლოგია აქვს, დადის საშუალოზე ძვირფასი, მაგრამ არა გადასარევი ტანსაცმლით. ყავს კარგი ძვირფასი, მაგრამ არა გადასარევი მანქანა. აქვს კარგი სახლი, მაგრამ ბინა, მაგრამ არა სასახლე. და ფულსო ითulis ძალიან კარგათო. და სოფლიო კრიზისის რაღაც სხვა მიზეზის გამო ასეთი ადამიანი თუ გაკოტრდაო, მას მაინც დარჩება მდიდრის ფსიქოლოგია. ანუ შეიძლება აღარ კონდეს შემოსავალი, შეიძლება აღარ კონდეს რესურსი, მაგრამ აქვს მდიდრის ფსიქოლოგია, რაც ნიშნავს იმას, რომ ისევ თავიდან დაიწყებს თავისი შემოსავლის შენებას, ისევ თავიდან იზრუნებს მომავალზე და ისევ თავიდან ფული მისთვის იქნება ის საშუალება, რომლითაც ახალი ფული უნდა მოიგოს, ანუ კაპიტალი უნდა მოაგროვოს. ღარიბისთვისო ფული არ არის კაპიტალი, ფული არის სახარჯავი საშუალება. აი როგორც კი იშოვი, უნდა დახარჯო. აი ფული მაქვს, წავალ ძმაკაცებთან ერთად რესტორანში დავამბღერებ და ეს ჩვენი თაობისთვის შეიძლება იმდენად არა, მაგრამ მშობლების თაობისთვის ძალიან დამახასიათებელი ამბავი იყო, რომ რაც ფული ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობაში და სუფრებში და აი ესეთ გართობაში ხარჯავდნენ. როცა ღარიბის ხელში ბევრი ფული ვარდება, რას აკეთებსო? მიდის და ყიდულობს უზარმაზარ მანქანასო და ხარჯავს ფულს, ფული არის იმისთვის, რომ უნდა დაიხარჯოს. მარიო ლანცას მაგალითს გვიყვება ბატონი გაგა. ეს იყო იტალიის ერთ-ერთ ღარიბ მეთევზის ოჯახში დაბადებული ბიჭი, რომელმაც
აღმოაჩნდა, რომელსაც რომ ქონდა ოქროს ხმა და აი ამ ხმის წყალობით ის ფილმებში გადაიღეს, მოკლედ ძალიან გამდიდრდა, ძალიან ცნობილი ადამიანი გახდა და რა გააკეთაო? ესე იგი, შეუკვეთა უზარმაზარი ლიმუზინი და ესე იგი ოქროს პანელი ქონდა წინ. და ბატონი გაგა ამბობს, რომ ვინც ოქროს პანელს და ოქროს უნიტაზს უკვეთავს, ის ღარიბის ფსიქოლოგიას გაცდენილი არ არის. ჩემ შემაჯამებელ კითხვაზე თუ სად ვართ ახლა ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზაზე, ზუსტად 7 წლის წინ გაგა ნიჟარაძემ ასე მიპასუხა. ჩემი დაკვირვებით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ბალტიის ქვეყნების შემდეგ მოვდივართ, ახლოს ვართ აღმოსავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებთან, როგორც არის მაგალითად ბულგარეთი და რუმინეთი და მჯერა რომ ჩვენი წინსვლა გაგრძელდება. დღეს მხოლოდ ის მიზანი მქონდა, რომ სურვილი გაგჩენოდათ გაგა ნიჟარაძის ეს ინტერვიუ თავიდან ბოლომდე წაგეკითხათ, მართლა ძალიან საინტერესო ტყვება ბატონი გაგა აფასებს მდგომარეობას. ინტერვიუს ბმულს ამ გადაცემის აღწერაში დაგახვედრებთ. ახლა რომ გადავიკითხე, კი არა და წავიკითხე ყურადღებით ამ ინტერვიუმის განცდა გამიჩინა, რომ საზოგადოება, თვითონ საზოგადოება მაინც სწორ ვექტორზე ვითარდება. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკა შეტრიალებულია ჩრდილოეთისკენ და აღმოსავლეთისკენ ერთდროულად, ჩვენი ქვეყანა როდის დაეწევა ბულგარეთს და რუმინეთს, ეს ხა მარტო ღმერთმა უწყის. სანამ გადაცემა დავამთავრებ, მინდა რომ გაგა ნიჟარაძის ინტერვიუდან ორი ფრაზა წაგიკითხოთ, რომელიც დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალური მგონია. აი პირველი ფრაზა ასეთია: საქართველოში გამომუშავებულია ასეთი პოლიტიკური სტილი. მმართველ ელიტას აქვს განწყობა, რომ უნდა დაუმეგობრდეს რომელიმე გარე ძლიერ ძალას, მასთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს და მერე ის მოუგვარებს გარე და შიდა პრობლემებს. და მეორე ფრაზა: თავნებობა სხვათა შორის თავისუფლების ქართული გაგებაა. აი ეს მეორე ფრაზა მე მგონი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. მოვიდა დრო, რომ შემდეგ პარასკევამდე დაგემშვიდობოთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ და ტრადიციული თხოვნა, შეხსენება, გამოიწერეთ ციტატა. მადლობა.